ერთად ვიმოგზაუროთ კახეთში და ვნახოთ თუ როგორ შემოაქვს კახეთს თავისი უნიკალური ხასიათი ქართულ სამზარეულოში. ღვინო, მარნები, ყურძენი, ვენახი, ეს ხომ ჩვენი კულტურის და იდენტობის ნაწილია. საიდან უნდა დავიწყოთ კახეთში მოგზაურობა თუ არა ალაზნის ველიდან უყურებ და ხედავ რამდენი რამე გამოიარეს, რამდენი ბრძოლა და თავისი ხასიათით სიმტკიცით შემოგვინახეს ჩვენ მართლაც უნიკალური სამზარეულო. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენი გემრიელი მოგზაურობა. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. სოფელ ყვარადან მთის ფშაველები ჩამოსულან და ამიტომ დაერქვა ერთი ლეგენდის თანახმად ყვარელი. არსებობს ასევე მეორე ლეგენდა მეფე ნადირობდა დურუჯის ჭალებში და ეს რა საყვარელი ადგილებიაო და აქო სოფელი უნდა გაშენდეს. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ილია ჭავჭავაძემ ბავშვობა ყვარელში გაატარა. საპატივცემულოდ ასევე ეძახიან ყვარელის ტბას ილიას ტბას. აქეთ ბროწეული ყვავის იქით რაღაცაში ხეებზე კარალოკით არის სავსე, ხურმა. მოკლედ ძალიან ესეთი ადგილებია და თვალიც ისვენებს, იმიტომ რომ კომფორტულად ხარ, მზე გაცხუნებს და კარგ პეიზაჟს უყურებ. ეხლა მივდივართ ვაზისუბნის მამულში, სადაც გველოდებიან მთავარი მეღვინე ლადო უზუნაშვილი და შეფი თორნიკე მჭედლიშვილი, რომ ნახოთ ვაზისუბნის მამულის ფერმიდან სუფრამდე კონცეფცია. სალამი თორნიკე, სასიამოვნოა ამ არაჩვეულებრივ ადგილას თქვენი ნახვა. მიხარია რომ გუზგუზეთ ეს ბუხარი, იმიტომ რომ თავის დროზე ეს ბუხარი სხვათა შორის ჩემი იდეა იყო. ბატონო ლადო, როგორ მიხარია თქვენი? აკავშირდება. ნახვა. როგორ ხარ? როგორ ვიქნები გადასარევად, იმიტომ რომ აქ ვარ და თქვენ მოხვედით და შენი საყვარელი გინოს მოგარჩა. კახური მწვანე. კახური მწვანე ქვევრში დაღენებული. საპრიორიტეტ პერიოდში აქ იყო მევენახე მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის საკოლექციო, ასე ვთქვათ, სადგური იყო. აქ ასვენებდნენ და ასადგურებდნენ ქართული ჯიშების ძალიან დიდარ გენოფონდს ყველა კუთხიდან. 4 თეთრია, წამყვანი ადგილობრივი ჯიშებიდან ეს არის ქისი, ხიხვი, ხატეცელი და მწვანე. საფერავის სახესხვაობა 2 ვარმოცვალა და ბუდეშური. ყველა ჯიში იყო დედაზე, ანუ ჭაჭაზე დაყენებულად და ორივეს რო შეხედავ, ორჭიქას შორის არის ის 8000 წლიანი ისტორია ღვინის ევოლუციის, რომელსაც საქართველოს ასე შეუძლია წარმოაჩინოს სოფლიო რუკაზე. ვაზისუბანი არის 29 სააპელაციო ზონიდან ურთულესის ერთ-ერთი პატარა წარმოადგენელი მუკუზანი არის ურთულესი, ასე ვთქვათ, სააპელაციო ზონა საქართველოში, იმიტომ რომ მუკუზნის შიგნით მუკუზანიც არის, ვაზისუბანიც არის და ახაშენიც არის. ამდენად დიდებული, ანუ ეს საერთოდ ისტორიულად ცნობილია, რომ ეს არის გვირგვინი ქართული მეღვინეობის. ეს ახლა კარაქი რისთვის გვინდა როდენება? კარაქი ახლა ხოს დეკნებს შევწავთ და იმისთვის მაღლიდან დასასრულად ნატურალური სახში დამზადებული კარაქი. როზმარინის პატარა ის დავინახე. კი ბატონო. აი ამ. მე გავაკეთე. რომ მე ეს იმას. კი ბატონო. ეს ახლა არის როგორ მითხარით? ბოჩოლა. ბოჩოლა. ჩვენებურად კახურად ბოჩოლა. და ამას რას ვაყოლებთ მე ბოსტნეულთან ერთად? კი, ადგილობრივი ფერმიდან ამოტანილი ბოსტნეული. აქ ახლა გაქვს ნიორი, ფერადი წიწაკა, კარაქი. კი ბატონო. ნიო, ხოლოდე. აი ხორციც უსწრაფესად მომზადდა, ზუსტად 3 წუთში და ნახეთ როგორი რბილი, წვნიანი და გემრიელი იქნება. ნივრებიც გამოვაცხეთ, სუბუქად არის გამომწვარი და მიღებული აქვს ბოლის და ამის არომატები. გაუმარჯოს, შემოქმედს. გაუმარჯოს. როზმარინიანი კარაქი ძალიან უხდება, ნიორიც ყველაფერი ძალიან სუბუქადაა გამოვაცხეთი. ეს წიწაკაც ჩვენი ადგილობრივი. ეს ძალიან ცხარია? მე? საშუალოდ ცხარია, ძალიან არა ცხარი, არა გაგხამდა ხარ.
ექსტრემალური სკალია. ეს არ არის ძალიან გავსინჯი და არაფერი არ არის. ვაფშე არაფერი არ არის. ეს ძალიან სასიამოვნოა. პიკანტურია. კი. კახური სიცხარე ტრენირების ხლად მეგრული სიცხარე არ ახავს, ასე რომ აი ესეთია რომ აი ეგ. მე გამოკვირვა რა გავლენას ახდენს კარაქი და ეს როზმარინი. ღია ცეცხლზე მეგონა დაიკარგებოდა. არა არ იკარგებოდა. შეიძლება. კი. ძალიან არაჩვეულებრივი ადგილია, განსხვავებულია და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრის. წარმატებები. მადლობა. კახეთი ნამდვილად დახუნძლულია საოცარი ეკლესია-მონასტრებით და მათ შორის ნეკრესი ჩემი აზრით განსაკუთრებულია თავისი სიძველით და ისტორიით. ეს მონასტერი მე-4-მე-5 საუკუნით თარიღდება. აქ ბევრი სხვადასხვა დეტალია, რომელიც მიანიშნებს იმას, რომ ეს იყო ძველი ნაქალაქარი, ასევე ამ კომპლექსს თავისი მისია ჰქონდა, იმიტომ რომ ამ კომპლექსში აფარებდა ხალხი თავს, როდესაც იყო მტრის შემოსევები, საკმაოდ მაღლა, კარგად იშლება მთელი კახეთის პეიზაჟი, იმიტომ რომ აი ეს ერთ-ერთი მანიშნებელიც იყო იმისი, რომ ვინ მოდიოდა, სად მოდიოდა, როგორ მოდიოდა, ეს ხალხი აფარებდა თავს ესეთი ტიპის მონასტრებს და მართლაც რაღაცა სხვანაირი გზნობები გეუფლება. აქ ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთადერთი ადგილია, სადაც იყო ღორით იყო მსხვერპლს შეწირვა, იმიტომ რომ საერთოდ როგორც წესია ჩვენთან ღორით არ ხდება ეს და უფრო არის ბატკანი სხვა არის. და ეს ძალიან საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ როდესაც ლეკიანობა იყო, მოსახლეობამ რომელმაც შემოაფარა თავი ისევ თავის ტაძრებს და ტაძარს კონკრეტულად ამას გაუშვეს ღორები და ლეკებმა როდესაც ნახენ ღორები გაიქცნენ. ესე გადაარჩინა მოკლედ და ამიტომ იყო ეს ღორების მსხვერპლს შეწირვის ამბავი. ასე რომ ძალიან გადაბმულია ჩვენი ისტორია, ძალიან გადაბმულია ჩვენი გეოგრაფია, ჩვენ სამზარეულოსთან და გახედეთ ალაზნისოს. ჩვენ ახლა ალაზნისოელის მარცხენა მხარეზე ვართ. ეს არის ქინძმარაულის ზონა, ხედავთ ალბათ როგორი მზიანი ადგილია, მზე ჭირდება წითელ ღვინოს აუცილებლად რომ დავამზადოთ კარგი ხორციანი წითელი ღვინო, რომ კარგად დაშაქრდეს ეს ჩვენი ყურძენი, რომ შემდეგ მივიღოთ ის მართლაც ღვთაებრივი წითელი, ნამდვილი, კარგი ქინძმარაული, როგორც აი აქედან მოდის. ჩვენი ეპიზოდის ბოლოსკენ ვესტუმრებით მეღვინე ჯონ გულდმანს თავის არაჩვეულებრივ ხოხბის ცრემლებში. აი მოვედი ცნობილ ხოხბის ცრემლებში და ჩემ მეგობარ ჯონთან. როგორ გამიხარდა რომ მოხვიდეთ? მეც. აბა მობრძანდით. აბა წავედით. რას ვამზადებთ? ეხლა ეს მივხვდი რომ ჭყინტილობიოა, ხო? თერწი აი ძალიან საინტერესო არის ზოგადად. კახური სამზარული ჩემთვის ვიდანა რეკლი არის. რა ისტორია ქონდა? ქონდა აქაურობას. არ იყო მარტივი ისტორია და შესაბამისი ბევრი კერძები შეიძლება თქვა რომ გაჩერებისგან შექმნული რომ საინტერესო იყოს. ესე აი თქვა პური ლობიოში მოხარშული, აი ლობიო ნაირნაირი სხვადასხვა აუსიბლებს. აი ეს არის ზენი, ამიტომ ეს არის ნორჩი ლობიო. ნორჩი. არ არის შრალი და სვანერი ტექსტური, აბრეშუმები ხდება რა. ეხლა მე ბევრი მიმოქცევრია დიას ჩემთან ერთად ბევრი სხვადასხვა ქვეყნებში გავიქცეთ პოპ-აპი საჩნოები, მაგრამ მაინც სირითი ბაზა აქორდე სიგნალური არის აქორი რაც არის და გემო აქაური. სადაც ვაჯაზა. აბა რა ჯაზი აუცილებელია. რეჰანი აქაურია. ყველაფერი აქაური. ლობიოც აქაური. ლობიოც აქაური. აი აქ არის აბრეშუმით როგორც ბევრი ჰახვი, ნიორი აქ არის კიდე კოჩა პომიდორი სვენში, დაფნა, შავი პეპილი, და ხახვი, ბევრი. ძალიან ესეთი ჩემთვის საყვარელი პერიოდი, როცა უკვე ზამთრისთვის იმზადება და ბოლო ჩანსი არის ამ ნორჩი ლობიოს გასინჯვა. ეხლა ეს ჭყინტილობიო უნდა გავსინჯოთ, სანამ ცხელია. 95 წელში მე დავდიოდი სოფელით, ბალონებით და ვქირულობდი სახლის ღვინოები. ჩემთვის როგორც ზებნა, ნაღდი, ხალხური სიმღერები, ესე ფიქრობდი, რომ ნაღდი, ქველი თუ მაწონი თუ ღვინო თუ მჟავი თუ მწნილი ვიპოვებდი სოფელში. სადაც ნაკლებად იყო ეს ზედგავლენა საბჭოთა პერიოდის ქართულ მენიუ. დღეს საინტერესო დამტყვევა, რომ ყველას ეხება კულინარია, ვინც აქ არის. აი აქ არის ბატონო ბენ,
ახალი გავიცანე ჰონგ-კონგში მოვაციობს და პურის სპეციალისტი არის. ადრე მუშაობდი ევრემთან ამერიკაში. ევრემი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეფური, რომელიც სწავლობს ძველ ჯიშებს. ევრემი თვითონ სინეფრები ქავს ლაზები. და აინტერესებს ამ შავი ზღვის არეალის. ესენი ჩამოვიდნენ, რომ დაგვეხმარებენ როგორ უნდა უდაბნოს ხორბლისგან ენდემური ჯიშები როგორ შეიძლება საუკეთესოდ მიქსება იქოს. აი, ეიდანი არის ჩვენი ქართველების სიძე, არის მეღვინი, არის თვითონ ძალიან კაი მზარული და პოლ რეი არის კალიფორნიიდან, არის ლუდის მჰარშველი და აქვს ოცნება თავისი პროექტი რო გააკეთებს გარული საფუარზე, ანუ არა კულტურული საფუარი. არამედ რაც თვითონ ხორბალზეა და სვიაზე და ჰაერში რაც არის და შეიძლება პირველი ველური ლური საქართველოში შექმნას. But medium structure. აი ტრაქტორი კი არის ცხენით ვერ შეიქვან ამ ბენაკში. ესეთი ფერდი არის სუთი ხნარი და ადამიანი ძლივს მუშაობს. მაგრამ იქიდან ესეთი ღვინო არის, რომ ალბათ ყველაზე დიდი მოგთხოვნება სოფლიოში ჩვენ ღვინოები არის ეს ჩხავერი და ეს არის ერთი პატარა შეგრძნება, რომ ახლიდან უნდა დავაფასოთ სად გვაქვს ღირსული და განსხვავებული ღვინის რეგიონები. და აბა დავაგემოვნოთ. გაუმარჯოს. საქართველოს გაუმარჯოს თავისი ღრმა ფესვებს. For Georgia and its deep roots and for our generation to be the generation of the Renaissance.